ადეკვატურობის ძალას დღეს ადამიანები ვერ აფასებენ სათანადოდ, მაგრამ ადეკვატურობას აქვს კოლოსალური ძალა და შედეგი. რა არის ადეკვატურობა, რა შედეგი მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში და რისი მიღწევა შეგვიძლია ადეკვატურობით. ადეკვატურობა არის ჭეშმარიტი რეაქცია სხვა ადამიანის მოქმედებაზე, რომელიც შენ გიცავს, რომელიც შენ გაძლევს ღვთიურს, რომელსაც შენში შემოაქვს ძალა და რომელიც ძალა. დღეს ჩვენ გვასწავლეს ვიყოთ არაადეკვატები, მაგრამ ვითომ ზრდილობიანები. ვიღაც ადამიანი მოდის თქვენთან და თქვენთან მიმართებაში მოისაქმა. რაღაც ცუდი გააკეთა, რაღაც გითხრა, რაღაც მოქმედებები ჩაიდინა და შენ ვითომ განვითარებული, ვითომ კულტურული, ვითომ შეგნებული იმაზე რაც გაგიკეთა არ რეაგირებ ამაზე. როცა ადამიანი მოდის რაღაც ფეკალიას გიკეთებს და შენ ამაზე რეაქცია არ გაქვს, რეაქცია იმას კი არ გულისხმობ, რომ ვინმეს უნდა ეჭხუბო, რაღაც ქნა, არამედ მშვიდი, ბალანსირებული, მკაცრი რეაქცია როცა არ გაქვს. შენ ხარ არაადეკვატი, შენ ზრდილობიანი კი არ ხარ, შენ ხარ მაგ დროს არაადეკვატი და არაადეკვატ ადამიანს ბევრ ცუდ რამეს უკეთებენ რეგულარულად. გაიმახსოვრე ეს. რატომ? აგიხსნი ყველაფერს. ადამიანმა რაღაც მოქმედება განახორციელა შენთან მიმართებაში, რომელიც შენთვის არის ცუდი, შეურაცხმყოფელი და სხვა დანარჩენი. შენ ამაზე არ რეაგირდი და ვითომ ზრდილობიანი ხარ, არ შეიმჩნია ან საერთოდ პასუხი არ გაეცი. შენ ამ ადამიანს საჩვენე ის, რომ არაადეკვატი ხარ და ამ ადამიანში უკვე შენ უპატივცემულობას იწვევ, რადგან აჩვენე არაადეკვატურობა. ადამიანი მერე მოდის შენთან და რაღაც დიდ კოშმარ მოქმედებას აკეთებს, რომელიც გულზე გვხვდება და კითხვა სვამ, რატო გაბედა ესეთი რაღაცის გაკეთება ჩემთან, როგორ გამიკეთა ესეთი რაღაც და ასე შემდეგ და შენ იცი რას ვერ ხვდები? შენ არ ფიქრობ იმაზე, საიდან დაიბადა ეს დიდი ნეგატიური მოქმედება შენთან მიმართებაში. შენი არაადეკვატურობიდან გამომდინარე დაიბადა. პატარ-პატარა მოქმედებებში არაადეკვატური რეაქცია გქონდა, იქ რაღაც დამცინავი გითხრა, არ შეიმჩნიე. იქ რაღაც გითხრა წვრილმანი არ შეიმჩნიე და შენ ამ ადამიანს აჩვენე არაადეკვატი შენი სახით. და მე დიდი არაადეკვატი გამოგიცხო და რაღაც დიდი ცუდი გაგიკეთა და მე ამ დიდ ცუდს რომ ხედავ, ფიქრობ, ვაიმე ეს როგორ გამიკეთა და გგონია უცებ გაჩნდა იმ ადამიანის ცუდი მოქმედება შენთან მიმართებაში. არადა შენ აჩვენე მას არაადეკვატურობა. წვრილმანებში აჩვენე, რომ შენთან შეიძლება ბევრი რაღაცის გაკეთება და რეაქცია არ გექნება, რადგან ვითომ ზრდილობიანი და ვითომ შეგნებული ხარ. სინამდვილეში არაადეკვატი ხარ, რადგან ვერ რეაგირებ ვიღაცამ რომ რაღაც დამცინავად გითხრა, ვიღაცამ რომ რაღაც ცუდის ქმედება ცადა, პატარა და რეაგირება არ იქონიე. ეხლა ალბათ კითხვას დასვამთ, რეაგირება პატარაზე რა უნდა ვქნა, რომ უნდა ვეკამათო? არა. აქ საუბარია ადამიანთან, რომელთანაც რეგულარულად ურთიერთობთ, თორე ვიღაც უცხო თუ მოდის და რაღაცას აკეთებს, გაეცლებ. მაგალითად, ამ სხვა ადამიანმა ცადა შენი დაცინვა და შენს ხარჯზე ცდილობს გააცინოს სხვები. და მაგალითად, შენზე თქვა რაღაც ვითომ ხუმრობით და სინამდვილეში დაცინვით, შენ ამაზე გაიღიმე. შენ ამით აჩვენე მას და ყველას, რომ შენზე დაცინვა შეიძლება. მაშინ რა უნდა ვქნა ამ დროს? რა უნდა ქნა და უნდა იყო მშვიდში და ადეკვატური კითხვა უნდა დასვა მაგ დროს იმ ადამიანთან მიმართებაში. და უნდა უთხრა, შენ მე დამცინე? მშვიდით, მაბულინგე? არ მეგონე ესეთი ადამიანი, რასაც აკეთებს, მას თავისივე ბოროტებით კი არ უნდა უპასუხო. მას უნდა უპასუხო ადეკვატურად, რასაც შენთან მიმართებაში უსამართლოდ აკეთებს. დაგცინის? თქვი რომ ის დაგცინის, რომ ეს არის ბულინგი და ყველა მიხვდება რომ ის არის მოძალადე ავტომატურად. შენ იმის თქმაც არ ჭირდება რომ ის ადამიანი არის მოძალადე. უბრალოდ მის მოქმედებას აღწერ. მეორეჯერ ის აღარ გაბედავს. და ვერც ვერავინ გაგიბედავს რამეს, რატომ? იმიტომ რომ ადეკვატური ხარ და ბოროტებით კი არ პასუხობ და მაგალითად თუ გითხრა რომ დიდი ყურები გაქვს, შენ იმას კი არ რას გიგავს ხვირი, მაგ უკვე არასწორი ხარ. შენ ეტყვი, ხო, დიდი ყურები მაქვს, ამის გამო ცხოვრებაში ბევრი სირთულე გავიარე და როგორც ჩანს, შენ გიყვარს ადამიანის დაბულინგება და ასე შემდეგ. მეც კი არაფერს იტყვი, რაც გააკეთა, იმაზე უნდა ილაპარაკო ნებისმიერ სიტუაციაში. და ამას რომ გააჟღერებ, ყველა დაფიქრდება ერთ რაღაცაზე, რომ რაზეც აქამდე გაეცინებოდა, ეხლა აღარ უნდა იცინოს და დაფიქრდება, რომ ის, ვინც შენზე აცინებს,
ბულინგს აკეთებს და მოძალადეა. ხმის ამოუღებლად ესესაა იმ ადამიანს მოძალადე უწოდე საკუთარი ქმედებიდან გამომდინარე, რადგან ადეკვატურად უპასუხე. ბრაზით და ჩხუბით და რაღაცებით კარ უპასუხე, ადეკვატურად უპასუხე და მეორეჯერ აღარავინ აღარ გაგეკარება, რომ ნეგატივი გაგიკეთოს და შენ თუ ვიღაც გაბულინგებს და შენს ბულინგით პასუხობ ან არ პასუხობ საერთოდ ვითომ ზრდილობიანი ხარ, ელოდე დიდ კოშმარს ყოველთვის. რადგან ბოროტებას აღვივებ შენ მაგით. ბოროტებას ხელს უწყობ, არაჩერე, ბოროტებას არ ამხელ. შენ ყოველთვის უნდა ამხილო ბოროტება, განსაკუთრებით შენთან მიმართებაში. ისეთ სუფთა არსში, რაც გააკეთა. ის კი არ უთხრა, შენ დიდი ყურები გაქვს, არა. არ მიაყენო, შეურაცხყოფა, აღწერე, რას გიკეთებს შენ, საკუთარ ხანჯალზე წამოეგება. და შენ თან ბოროტებასაც არ აკეთებ, ამხელ ბნელს. ამიტომ იყავი ადეკვატური ყოველთვის. რამე არ მოგწონს, უთხარი ადამიანს მშვიდად. მე ეს არ მომეწონა. ეს ესია, ეს ესია, ეს ესია. ვერაფერს ვერ გეტყვის ადამიანი. სიმართლეს ლაპარაკობ. რამეს კი არ იგონებ, მაგალითად რაღაც არ მოგეწონა, ხო? შენ სხვა რაღაცას ეუბნები, რაც მას არ მოეწონება. წააგე უკვე, შენ არაადეკვატი ხარ. შენ მის ხმალს უპასუხე ხმლით და დამარცხდი. შენ ის ხმალს რო წაგიღერებს, აჩვენე რომ ეს ადამიანი ხმალს აღერებს და მოძალადეა. აი ეს ცუდი გააკეთა. რასაც აკეთებს, ის თქვი და იმაზე რეაგირდი და არ უპასუხო იგივეთი და მოგებული ხარ ყოველთვის. და შენ თუ ადეკვატი არ ხარ და თამაშებით პასუხობ ან არ იმჩნევ, ელოდე დიდ ბოროტებას შენთან მიმართებაში ყოველთვის. და მერე ნუ გიკვირს ვიღაც რო გიკეთებს რაღაც დიდ ბოროტებას. იმიტომ რომ იმ დიდი ბოროტების უკან დგას პატარ-პატარა ბოროტებები, რომლებზეც არ რეაგირდი. როცა შენ არ რეაგირებ ადეკვატურად შენთან მიმართებაში ბოროტებაზე და სხვასთან მიმართებაშიც, რა თქმა უნდა. შენ იმ ადამიანის ბოროტებას აკეზებ უფრო დიდი ბოროტებისთვის. ჩაისვარა ადამიანმა? კითხე, რატომ ჩაისვარე? რატომ გააკეთე ეს? ყოველგვარი განსჯის, დამატების, შენი აზრების და რაღაც დაცინვის ან დაჩაგვრის გარეშე. უბრალოდ რა ცუდი მოქმედებას გააკეთა, ერთ-ერთში ის აღწერე. ხმას ვერ ამოიღებს, რადგან ის ელოდება შენგან არაადეკვატურ მოქმედებას, როგორც ყველასგან. ყველა იქცევა არაადეკვატურად დღეს. თუ დააკვირდებ, ცუდს ეტყვის ერთი, მეორე პასუხობს ცუდით. იმაზე კი არ ელაპარაკება, რა გააკეთა ცუდი მასთან მიმართებაში. არამედ ცუდით პასუხობს და გონია ეს არის მაგარი და ორივე ცუდია. უпростоრედ შენ აგებ, იმიტომ რომ ის ბოროტებაში გაწვრთნილია, დაცინვაში გაწვრთნილია, იმ ნეგატიურ მოქმედებაში გაწვრთნილია და მისივე თამაშს რომ აყვები, წაგებული გაქვს. შენ ყოველთვის გაიმარჯვებ, როცა ღმერთის ხმით ლაპარაკობ და ღმერთის ხმით ლაპარაკი არის ადეკვატურობა ბუნებრიობაში, მშვიდში. როცა ადამიანს ეუბნები მარტივად, მოვიდა შენთან გაგილაწუნა სახეში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ეუბნები, ჩემთვის ვიყავი მშვიდად, მოხვედი გამილაწუნე სახეში. რაშია საქმე? რატომ გააკეთე ეს კონკრეტული მოქმედება? კარგად ხარ? რამე ხომ არ გაწუხებს? ფსიქოლოგიური პრობლემა ხომ არ დაგეწყო? რა გაწუხებს? რეალურად ელაპარაკები ადამიანს. ადამიანი იმას კი არ იწყებს, რომ აი მე რაღაცა მე მართალი ვარ. იმის რეალობას აღწერ. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ბოროტებას გიკეთებს, უკვე წაგებული აქვს შენთან. იცოდე, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩემთან მოდის, ბოროტებით უკვე წაგებული აქვს ჩემთან. წაგებული აქვს ნებისმიერს, ვინც ბოროტებით მოვა ჩემთან და ტყუილით. რადგან მე იმ ტყუილზე დაველაპარაკები. კი არ უპასუხებ ტყუილით ან ჩაგვრით ან დამცირებით ან იმას აღწერ, რასაც აკეთებს და ყველა დაინახავს ვინ არის. ამაშია საქმე. მე ახლა თქვენ გასწავლით უდიდესი ძალის მქონე მექანიზმს, რომელსაც ვერსად ვერ წაიკითხავ. ეს არის საიდუმლო ცოდნები. ამას წიგნში ვერ წაიკითხავ, ეს ცოდნები უნდა მოგეცეს. ამიტომ ამ ცოდნას დიდი გულისხმური დაუთმე და გააცნობიერე რა ცოდნაა ეს. ის კი არა ცნობილი ფსიქოლოგები რომ გასწავლიან და როგორ უპასუხო, რომ თავის ადგილზე დასვა ადამიანი და ვითომ კონტრ-არგუმენტებს გასწავლიან, რომ ესე უპასუხე, მოსვი თავის ადგილზე, ისე მოსვი თავის ადგილზე, ცნობილი ფსიქოლოგები, საერთაშორისო ფსიქოლოგები, ვითომ დარკ ფსიქოლოგია. არანაირი დარკ ფსიქოლოგია არ გჭირდება. რაც გაგიკეთა ცუდი, შვიდით და ბალანსით აღწერე. შენ მე მოხვედი, ეს გააკეთე. მოძალადე ხარ, ესე იგი, ესე გამოდის. ან ფსიქიური პრობლემა გაქვს, რადგან არაფერი არ დამიშავებია შენზე. ანუ ბუნებრივად აღწერე, რაც გაგიკეთა და წააგო. ამას კი არ გასწავლიან დღეს. ცნობილი ფსიქოლოგები თან გასწავლიან, ერთმა მოგისაქმა, შენს მოუსაქმე. მერე ის მოგისაქმებს და რომელი უფრო კარგად მოისაქმებს. აი ამას გასწავლიან დღეს. და ყველანი ხართ წაგებაში. ამის გამო ყველაფერს რომ თავი დაანებო, იმ ადამიანშიც შეგაქვს ჭეშმარიტი და იმ ადამიანშიც ანათებ რაღაც შუქს და ბოლო-ბოლო ის ადამიანიც იწყებს დაფიქრებას, რომ ამ ადამიანმა პირდაპირ მე რა გავაკეთე, ის აღწერა. კი არ მეჩხუბა, აღწერა რა გავაკეთე და თურმე რაღაც ნეხვში ყოფილი ვარ, თურმე ვაბულინგებ ადამიანს, თურმე დავცინი ვიღაცას, თურმე ეს, თურმე ის. ოღონდ ადამიანს ისე კი არ უნდა უთხრა, შენ მე დამცინი, აღწერე რა გააკეთა დეტალებში.
გაიგრძენი, რას იწვევს მისი მოქმედება შენში. აღწერე ისე, რომ ცხვირი ვერ გამოყოს გარეთ და ამას სჭირდება ცოტა გულწრფელობა. და ეს გარე პროგრამები უნდა გათიშო, რომ ვითომ ზრდილობიანი უნდა იყო, ვითომ წყნარი უნდა იყო და ეს არის განვითარება, ეს არის სიდებილე. შენ უნდა იყო მშვიდში, შენ უნდა იყო ბალანსში, მაგრამ შენ უნდა იყო ადეკვატი. ადეკვატური რეაქცია უნდა ქონდეს, როდესაც ვიღაც მოდის, გაბულინგებს და ამაზე გეცინება ან ვითომ არ იმჩნევ. ვიღაც თუ მოდის და გაბულინგებს, შენ უნდა უთხრა, რომ შენ მე მაბულინგებ, რაშია საქმე, რამე გაწუხებს, ფსიქოლოგიური პრობლემა გააქვს, ძალადობისკენ ხარ მისწრაფული, რატომ აკეთებ ამას? და ადამიანს ამას რომ ეუბნები, საერთოდ სხვა პლანეტას ხსნი ამ ადამიანში და ყველას აჩვენებ ამ ადამიანის ნამდვილ სახეს, ბოროტ სახეს. თავად ეს ადამიანიც ხედავს საკუთარ ბოროტ სახეს და შენ თუ ბოროტებას ბოროტებით პასუხობ, ბოროტ სახეს ის ვერ ხედავს და შენ უკვე წაგებული გაქვს აპრიორში. მე ყოველთვის სიმართლეს ვაპარაკობ. თუნდაც არ მოეწონოს ადამიანს. რამე არ მომეწონა? მშვიდად ვეუბნები, ან მკაცრად. ჩემს მკაცრში ბრაზი არ არის. ან მკაცრად, ან მშვიდად ვეუბნები, რომ შენ ამას აკეთებ. რატო აკეთებ ამას? კარგად ხარ? რამე ხომ არ გაწუხებს? ეს ხომ ბოროტება? და აღმოჩნდება, რომ თურმე ბოროტი არის. და მე ყველა ხედავს, რომ ეს ადამიანი ბოროტია, რადგან მისივე მოქმედება მასვე ამხელს. ამიტომ ბოროტი ამხილეთ მისივე ბოროტი მოქმედებით და ყოველთვის გაიმარჯვებთ ღვთიურად და მასშიც ბოროტს დაამარცხებთ. რეალურად ადეკვატურობა არის ბოროტების მხელა. ადეკვატურობა არის ჭეშმარიტით ცხოვრება, სიმართლით ცხოვრება, გულწრფელობით ცხოვრება, თავისუფლებით ცხოვრება. ხოლო შენ თუ არ რეაგირებ ადეკვატურად, სიმართლით რაღაცაზე, შენ სიბნელით ცხოვრობ, შენ სიცრუით ცხოვრობ, შენ მოჩვენებითი განათლებულობით და ვითომ შეგნებულობით ცხოვრობ. ეს ყველაფერი არის ცრუ. ნამდვილი შეგნებული ადამიანი, ნამდვილი განათლებული, ნამდვილი განვითარებული და ძალით მოსილი ადამიანი არის ადეკვატური ადამიანი, რომელიც ყველაფერზე რეაგირებს ბუნებრივად. რაღაცა ცუდი გააკეთა, ვიღაცა მეუბნება, შენ ეს ცუდი გააკეთე. ეს და ეს და ეს და ეს და ესე. მოძალადე ხარ? უი, არ იცოდი, ამდენი ხანი მოძალადე თუ იყავი, ეხლა ხო იცი. აღარ ქნა მეორეჯერ. ადამიანი თავადვე ფხიზლდება მაგ დროს და დღეს ადეკვატურობა და სიმართლის თქმა თქვენში აქციეს სირცხვილად. გრცხვენიათ იყოთ ბუნებრივად ადეკვატურები და გრცხვენიათ თქვათ ბუნებრივად მშვიდით სიმართლე. როდიდან გახდა სიმართლის თქმა სირცხვილი? სიმართლე რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის არის ღირსეული. სიმართლე არ არის სირცხვილი. სირცხვილია სიმართლის დამალვა და ამიტომაც იღებ ცუდ შედეგებს. დღევანდელი ცივილიზებურობა დაამყარეს იმაზე, რომ ერთმანეთს გაუკეთეთ ფეკალიები და არ შეიმჩნიოთ ეს და ვითომ არაფერი მომხვდარა, ვითომ ზრდილობიანი ხარ. არაადეკვატურობა შეგაჩვიეს, რომ ყველაფერზე არაადეკვატურად რეაგირებდე, გარე მექანიზმებზე, სისტემებზე, რელიგიაზე, სახელმწიფოზე, სოფლიო სტრუქტურულ მექანიზმებზე, ყველაფერზე შეგაჩვიეს, რომ არაადეკვატურად რეაგირდე, გაიღიმო, როცა ფეკალიას გაცხამენ და ვითომ შეგნებული ხარ აქედან გამომდინარე. ხვდებით რა გჭირთ? ამიტომ გახდით ბუნებრივად ადეკვატურები. ბუნებრივად რეაგირდი ყველაფერზე. მოგეწონა რაღაც? უთხარი ადამიანს, რომ მე შენში ეს თვისება მომეწონა. რა კარგი ხარ. გააკეთა ცუდი, უთხარი. შენ აქ ცუდად მოიქეცი და ცუდია ეს. შენ იცი ეს რამხელა მადლია, როდესაც ამას აკეთებ, როცა ადეკვატი ხარ, სხვა ადამიანსაც ზრდი და აჩვენებს სწორ გზას და შენს ირგვლივ ვერავინ ვერ ბედავს ბოროტებით იჭაჭანოს. როდესაც შენ ადამიანს ადეკვატურად ეუბნები, რომ შენ აქ იბულინგე, თუ დაგიწყო კამათი და რაღაცები, მაგ დროს აღარ უნდა გააგრძელო საუბარი. შენ ერთი ჭეშმარიტება თქვი და მორჩა. აღარ უნდა ამას ამდენი განხილვები ის ეცდება, ისევ ჩაგითრიოს ჩხუბში, ისევ ჩაგითრიოს ამ რაღაც ნეგატივში. შენ ვიღაცამ გაგიკეთა ნეგატივი, ადეკვატურად რეაგირდი, აღწერე მისი ნეგატიური მოქმედება შენთან მიმართებაში და მორჩა. ამთავრებ მაგ საუბარს. აღარ უნდა ლაპარაკი ჭეშმარიტება როცა ითქმება მეტი. ჭეშმარიტებას როცა იტყვი, აღარ უნდა ამ ჭეშმარიტებას განხილვები. ესია, ისია, ასეა, მარტივია ყველაფერი. მოვიდა დაგცინა, დაგაბულინგა. თქვი რომ შენმე დამაბულინგე, ეს არის მოძალადის ნიშნები, ესე. მორჩა. რად უნდა ამას განხილვა? ის ეცდება გადაგიყვანოს სხვა თემაზე, გამოგიყვანოს წყობრიდან. მორჩა, ერთხელ რომ იტყვი, მორჩი, აღარ გააგრძელო ლაპარაკი. ჭეშმარიტებას როცა იტყვი, აღარ განიხილო რაღაცეები. გესმის? მაგალითისთვის მოვიტან. ვიღაც მოვიდა და წკლიპურტი ჩაგარტყა თავში და შენ ეუბნები, შენ მოხვედი, წკლიპურტი ჩამარტყი თავში. და ის გიწყებს ლაპარაკს, არა ესე არ არის, ის წკლიპურტი არ იყო, წკლიპურტი ჩაგარტყა, რად უნდა ამას განხილვა? ჭეშმარიტია. ჭეშმარიტი 10 ჯერ არ უნდა განიხილო, ერთხელ რომ დააფიქსირებ, აღარ განიხილო და გამოეცალე იმ ადამიანს. თუ ვერ გაიგო ეს, გამოეცალე
მართალე. მის ირგვლივ მიხვდებიან, რა თქვი. მის ირგვლივ მიხვდებიან, რომ ეს ადამიანი მოძალადეა, მის ირგვლივ მიხვდებიან, რომ ბულინგს აკეთებს, მის ირგვლივ მიხვდებიან და რომ არ გააგრძელებს საუბარს, თავადაც მიხვდება, რადგან არ გაუვა ყურადღების გადატანა სხვა თემაზე და შენი ჭეშმარიტების ნათქვამის გაქარწყლება აღარ გამოუვა. ამიტომ როცა ერთხელ დააფიქსირებ, აღარ გააგრძელო კიდე დარწმუნება იმ ადამიანის. თავარია შენ ადეკვატურად რეაგირდი და მორჩა. ამიტომ გარკვეულ ურთიერთობებს ჩვენ თავად ვაყალიბებთ ადამიანებთან, ვისთანაც რეგულარულად ვურთიერთობთ. ჩვენი ადეკვატური რეაქციით ან არაადეკვატური რეაქციით, რომელიც შემდეგ იწვევს დიდ პრობლემას იმ ადამიანისგან ჩვენთან მიმართებაში. დაიმახსოვრე, ბოროტება ყვავის შენს არაადეკვატურ რეაქციაზე. ბოროტება ვერ ყვავის შენს ადეკვატურ მშვიდ რეაქციაზე. ეს კარგად დაიმახსოვრე და შენი ცხოვრება შეიცვლება. იარე სიმართლით, მაშასადამე ადეკვატურობით და შენს ირგვლივ იქნება სიმართლე, ჭეშმარიტება, სიკეთე და ვერავინ ვერ გაბედავს შენთან ბოროტებას. ბოროტებას შენთან იმიტომ ბედავენ, რომ არაადეკვატური რეაქციები გაქვს. ამიტომ იყავი ადეკვატური, მაშასადამე იყავი სიმართლით ყოველთვის, გულწრფელი სიმართლით. ეხლა რა მდგომარეობაში არიან არაადეკვატი ადამიანები? როდესაც შენ არაადეკვატურად რეაგირებ ადამიანის მოქმედებაზე, ის შენ გიზრდის ბულინგის თუ ნეგატივის დოზას და როდესაც დიდ სტრესს გიკეთებს ის ადამიანი, შენ განიცდი შინაგან დიდ სტრესს. შენ კი არ ნერვიულობ იმაზე, რომ ამ ადამიანმა ეს გაგიკეთა, არა. სინამდვილეში შენი ქვეცნობიერი განიცდის ფუნდამენტურ მდგომარეობას, რომელი ფუნდამენტური მდგომარეობაც გულისხმობს იმას, რომ შენ ხარ არაადეკვატი. შენი ქვეცნობიერი ხვდება, რომ შენ ხარ არაადეკვატი, ვარესი ელოდება წინ და ამას განიცდის. შენი ქვეცნობიერი მწვავედ, როცა ვიღაც ცუდს გიკეთებს, რადგან მან იცის მომავალში ვარესი გელოდება ამ არაადეკვატური რეაქციებიდან გამომდინარე. ქვეცნობიერმა იცის, რომ შენი არაადეკვატურობა უფრო გაიზრდება და ცხვირში მწარედ მოხვდება. ამიტომ ის განიცდის, განერვიულებს, რომ შენ რაღაცაზე დაფიქრდე. უფრო მეც განერვიულებს, ვიდრე ცუდად მოგექცნენ, რომ წინ რაც გელოდება იცის. ამიტომაც გიჭირს ზოგი რაღაცის დავიწყება, რადგან ვერ დაივიწყებ მას, სანამ შენ არ გააცნობიერებ ამ ყველაფრის წყარო საიდან მოდის. როგორც კი შენ გააცნობიერებ, რომ საქმე ჩემს არაადეკვატურ პატარა რეაქციებში ყოფილა, რომელიც გადაიზარდა დიდ არაადეკვატურ რეაქციაში და ამან გამოიწვია სხვა ადამიანისგან ჩემთან მიმართებაში ცუდი მოქმედება. და როდესაც შენ ქვეცნობიერს ამას აგებინებ, ქვეცნობიერი მშვიდდება, რადგან შენ უკვე ფიზიკურად აღარ გადაგხდება ეს ამბავი თავს, რადგან ადეკვატი გახდი. იყავი ბუნებრივად რეაგირებადი არსი, რომელიც რეაგირებს იმაზე, რაც გაუკეთეს. დამშვიდდება შენი ქვეცნობიერი და მწვავედ აღარ რეაგირდება სხვა ადამიანის ნეგატიურ მოქმედებაზე, რადგან მან იცის უკვე, რომ შენ ეს აღარ გადაგხდება თავს, ესე ადვილად და ის ხვდება, რომ შენ ადეკვატი ხარ და აღარ გექნება ესეთი მწვავე რეაქცია, ვიღაც რომ მოვა და იცდება თავში რაღაც ჩაგარტყას. დამშვიდდები, მშვიდით უპასუხებ და ყოველთვის გამარჯვებული გამოხვალ ბოროტებიდან. როცა ბოროტებით მოვა ადამიანი, ყოველთვის გარანტირებულად გამარჯვებული გამოხვალ ამ დროს. ამიტომ, როდესაც ნაცნობი დიდ რაღაც ნეგატივს გიკეთებს, შენ დაფიქრდი, სად დაუში შეცდომა, სად არ რეაგირდი ადეკვატურად წვრილმანებში და მერე მიხვდები, რომ საიდან მოხვედი აქამდე და მერე კი არ გაბრაზდები. არამედ მიხვდები, რომ შენ დაუშვი პატარ-პატარა არაადეკვატურობები, რომელმაც მიგიყვანა აქამდე და შენი ქვეცნობიერიც მშვიდად იქნება, რომ შენ ყველაფერს მიხვდი, ადვილადაც მიიღებ იმ ადამიანის დარტყმას, უპასუხებ მის ბოროტების მოქმედების აღწერით და ის ადამიანი ნეიტრალდება. ყველა ხვდება, რომ ეს ადამიანი არის მოძალადე, მაგ დროს ყველა ხვდება, რომ ეს ადამიანი ცუდია, ყოველგვარი ცუდის თქმის და ყველაფრის გარეშე. უბრალოდ ამბობ, რა გაგიკეთა შენ. ბუნებრივად მშვიდად. საკუთარი შხამით იწამლება მაგ დროს ადამიანი. ამაზე დიდი გამარჯვება რა გინდა. ამიტომ გაიმარჯვე ყოველთვის ადეკვატურობით და გაანათე ყველაფერი სიმართლით, ბუნებრივი სიმართლით. ოღონდ გაითვალისწინე, თუ შენ ადამიანს პასუხობ გაბრაზებული, პირადი ემოციებით, ნეგატივით, ამ ყველაფრით თუ პასუხობ ადამიანს, შენ ვერასოდეს ვერ დასვამ თავის ადგილზე ბოროტებას. შენ ეს ყველაფერი უნდა დააფიქსირო ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, რომ შენ ეს გააკეთე ჩემთან მიმართებაში. ვინ ყოფილხარ? ყოველგვარი რაღაცა ბრაზის, ყოველგვარი რაღაც განსჯის, ყველაფრის გარეშე. სუფთად უნდა თქვა რა გააკეთა ბოროტება. ვერავინ ვეღარ მოგეკარება, რადგან შენთან მოკარება ბნელით და საკუთარ ხანჯალზე წამონცობა ერთი და იგივე იქნება. ამიტომ გაიმარჯვე ადეკვატურობით. ადეკვატურობა არის დიდი ძალის მქონე მექანიზმი.